მინდა ყველა მიცოდეს, ერთი სიტყვა არ დაცდენიათ, ბავშვებს ცუდი იდგნენ კაცის პირისპირ, რომელსაც ისინი უნდა დაეხოცა. ვერაზე მომხდარი მკვლელობის მთავარი მოწმე რადიო თავისუფლებასთან 22 ივლისის ღამეს იხსენებს. ქალიყვება, რომ ბრალდებულმა ნიკა კაპანაძემ ბავშვებს ფანჯრიდან გადმოსძახა და საუბარი დაუწყო. ახალგაზრდებმა გარიდებას სცადეს. მალევე ეზოში ხანში შესული კაცი სავარაუდოდ დაკავებულის მამა ჩამოვიდა და ბავშვები მან შეაყოვნა. ქალის თქმით, სწორედ ამ დროს გააღო კაპანაძემ კარი მანქანისკენ წავიდა და მოზარდებს ცეცხლი გაუხსნა. 17 წლის ბიჭის მკვლელობასა და 3 ახალგაზრდის დაჭრაში ბრალდებულ ნიკა კაპანაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დაკავებულს კლინიკიდან საპატიმროში დღეს გადაიყვანენ. საქმის პროკურორის განცხადებით, არც ერთი დოკუმენტით ოფიციალურად არ დასტურდება, რომ მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. კონკრეტულ შემთხვევაში ცემა ძალადობა არ არის, არავის არაფერი გაუტარდება, თუ განმეორდება იგივე განმეორდება ესეც ამბობს ოცნების პროპაგანდისტი უცნობი ისონი სეოქრიაშვილზე თავდამსხმელი სასამართლო პროცესზე მივიდა. ძალადობაში ბრალდებული ნიკო ხურცილავა ცოტა ხნის წინ 5000 ლარიანი გირაოს საფუძველზე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. იმერეთის 500 კილოვატიანი ხაზი გამოირთო, სადღაც მოკლე ჩართვა მოხდა, აცხადებს ენგურჰესის დირექტორი ელექტროენერგიის მასშტაბურ გათიშვასთან დაკავშირებით. ლევან მებონიას განცხადებით, დიდი ტვირთი გადიოდა, გამორთვამ კი რეჟიმი დაარღვია და ენერგოსისტემა დაიშალა.